მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი გადაცემების ციკლს იურისტის საათი, სადაც მაყურებელს ექნება შესაძლებლობა ლაივ რეჟიმში პირდაპირ ეთერში ადვოკატთან გაიაროს კონსულტაცია მისთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე. ჩვენ მაუწყებლობთ როგორც სოციალურ ქსელში, ასევე თავისუფალი არხის ეთერში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით, რა თქმა უნდა, არხის ხელმძღვანელობას. ჩვენი სტუმარი დღეს კვლავაც იქნება ადვოკატი თემურ მამასახლისი. მოგესალმებით თემურ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით თენგო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. მივესალმები მაყურებელს. დღეისათვის შევარჩიეთ თემა, რომელიც ვფიქრობთ, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი, სენსიტიური, გრძნობიარე თემა ჩვენი საზოგადოებისათვის და რაც ბოლო პერიოდში და ალბათ ბოლო 10 წლების განმავლობაში შეცვლილმა როგორც სამართლებრივმა პრაქტიკამ, ისე თვითონ კანონმდებლობის ცვლილებამაც აჩვენა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საქართველოში გახდა სწორედ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები. მე აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი გადაცემის მიზანი დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი სახის კონსულტაციის მიწოდება ადამიანებისთვის, მოქალაქეებისთვის, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ ან ერთ ან მეორე მხარეს ამ დროს. ანუ როგორც შეიძლება იყვნენ ისინი ძალადობის მსხვერპლი და მათ აუცილებლად სჭირდებათ ამ დროს ბუნებრივია სამართლებრივი დახმარება, სახელმწიფოს დახმარება, თუმცა ასევე არანაკლებ ხშირი და შეიძლება კიდევ უფრო მეტად ხშირი არის ხოლმე პრობლემა, როდესაც ეს ინსტრუმენტი არ გამოიყენება სათანადო მიზნებისთვის და ხშირად ხდება ოჯახში ძალადობის მოტივით იგივე ამ ოჯახების დანგრევა და 1000 სხვა ისეთი ტიპის პრობლემის წარმოქმნა, რაც საბოლოო ჯამში გროვდება საზოგადოებაში და დღეს ახლა ჩვენ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს ამისი ბუნებაში, თუმცა სხვადასხვა ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებებით ქართულ ციხეებში ძალიან დიდი პროცენტი ყოველი მე მომისმენი ასეთი შეფასება, რომ ყოველი 3 პატიმრიდან 2 მაინც, ანუ ალბათ 2/3 არისო სწორედ ოჯახური ძალადობის მუხლით გასამართლებული და ისინი იხდიან სასჯელს. თემა მართლაც ძალიან გრძნობიარეა, თემურ ალბათ დამეთანხმებით და ეს არის თემა, რომელსაც აქვს არა მხოლოდ 2, არამედ მრავალი მხარე და არ არის სწორი, როდესაც მხოლოდ ერთი მხრიდან აშუქებენ ხოლმე ამ პროცესებს. ან დაუშვათ აი ლიბერალური მხრიდან ეს არის, რომ ქალთა უფლებების დაცვა ეს არის პრიორიტეტი ნებისმიერ ფასად და მეორე მხარე არის, რომელიც აცხადებს, რომ საერთოდ არ უნდა არსებობდეს ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული კანონმდებლობა და კაცია ოჯახში, ქალია და თვითონ მიხედავენ თავის საქმეს. ალბათ როგორც ყველაფერში აქაც შეშმარიტება სადღაც შუალედურ ნაწილში უნდა ვეძებოთ, იმიტომ რომ ნამდვილად არის ეს პრობლემა, ძალადობის პრობლემა, რასაც ქვია, რომ ქალბატონები პირველ რიგში, თუმცა საპირისპირო შემთხვევების ბევრი მართლაც ხდებიან ამგვარი ძალადობის მსხვერპლი და ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ამ დროს არ უნდა იყოს სტატისტის როლში და შენიცოლია და შენ თვითონ მიხედე ესეთი დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ მეორე მხრივ ისიც ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც პროვოცირება ხდება რაღაც დანაშაულის და ადამიანი, რომელიც არ არის ბუნებით არც კრიმინალი, არც მოძალადე, ეხლა კონფლიქტი მოვიდა, შეიძლება უბრალოდ ოჯახში და ამის გამო წლობით შეიძლება მოუწიოს ციხეში გატარება. მოდი თავიდან რომ მივყვეთ კანონმდებლობით როგორ არის ეს ყველაფერი რეგულირებული. ძალადობა როგორც ასეთი ისედაც დაჟად იქმედება არის ნებისმიერი პირის მიმართ განხორციელებული ხო მართალია, აი ქუჩაში სრულად უცნობი ადამიანის მიმართ რო ვიძალადო, დამსჯის კანონი თავისთავად ცხადია. მაგრამ აი ეს ოჯახური ძალადობის ნაწილი, ანუ ოჯახში განხორციელებული ძალადობა, ეს როგორ არის კანონით რეგულირებული? ეს არის ცალკე გამოყოფილი თუ უბრალოდ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება თუ როგორ არის? გასაგებია. მოგახსენებთ, ოჯახში განხორციელებული ძალადობების შესახებ არსებობს ცალკე კანონი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ ცალკე კანონი არსებობს, რომელიც ესეთი ტიპის განხორციელებულ მოქმედებებს, ძალადობრივ მოქმედებებს, იქნება ეს ფსიქოლოგიური ძალადობა, იქნება თუ ფიზიკური ძალადობა, იქნება აქცევს ამ კანონის ჩარჩოებში და ამ კანონის ჩარჩოებიდან გამომდინარე ხდება შესაბამისი პასუხისგებლობის დაყენება, არა, პასუხისგებლობის დაყენებისთვის მომზადება, ასე ვთქვათ. და რას ნიშნავს ეს? ფსიქოლოგიური ძალადობა, მოკლედ, დიდი ხანია საქართველოშიც და ცივილიზებულ მსოფლიოშიც აღიარებული არის, რომ ძალადობის ერთ-ერთი სახეობაა და არანაკლებ მნიშვნელოვანი თუ შეიძლება ასე ითქვას, ვიდრე
ფიზიკური ძალადობა სერიოზულ მძიმე და რთულ სიტუაციაში აყენებს როგორც ქალბატონს, ისე მამაკაცსაც, მაგრამ ჩვენ რაც აღნიშნეთ, რომ ქალთა მიმართ ცალკე კანონი არსებობს საქართველოში, ეს კანონი უფრო ცოტა დიფერენცირებულად აყენებს და უფრო შესაძლებელია ითქვას პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს ქალთა მიმართ და ოჯახში არასრულწლოვან პირთა მიმართ დაცვის მექანიზმებს ავრცელებს. ანუ ამ შემთხვევაში კანონში სქესი რომ ეს ქალთა უფლებების დაცვაზე აქცენტი ეს არნიშნავს რომ კაცების უფლებები არ არის ალბათ დაცული, მაგრამ კი ბატონო, გეთახმებით, უბრალოდ მნიშვნელოვანი ყურადღება ამ კანონში გამახვილებული არის ქალთა მიმართ. და ოჯახში, უფრო არასრულწლოვან ოჯახის წევრთა მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს ეს კანონი. გასაგებია, თქვენ ახსენეთ, რომ არის ძალადობის სხვადასხვა ფორმები და ჩვენ კანონიც ამ შემთხვევაში განმარტავს, რომ არსებობს ფიზიკური ძალადობა, ანუ ძალადობა, რომელიც განხორციელდა ფიზიკური შეხებით ალბათ და ფსიქოლოგიური ძალადობა. საინტერესო არის, არსებობს კანონში ამისი გამიჯვნა ან დაზუსტება, რა შეიძლება ჩავთვალოთ ფსიქოლოგიურ ძალადობად. მაგალითად, ქმარმა უბრალოდ აუწია ხმას, რაღაც ყოფით საკითხზე იკამათეს ოჯახში, ხელფასს დააგვიან და იქ რაღაც პრობლემა, უაყველავს ოჯახს აქვს მსგავსი პრობლემები, ადამიანები ნერვებზე არიან და ვერ მოთოკა კაცმა ნერვები, ხმამაღალი საუბარი ქონდა ცოლთან. ეს შეიძლება დაკვალიფიცირდეს შემდეგ როგორც ფსიქოლოგიური ძალადობა. ცოტა რთულად შესაძლებელი საკითხია, რამდენად შესაძლებელია შეითვალოს ფსიქოლოგიურ ძალადობად თუ არა, მაგრამ ამის თაობაზე აუცილებლად განცხადებელი, ამ შემთხვევაში ქალბატონი მეუღლე ან ყოფილი მეუღლე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, განცხადების საფუძველზე და იმ ფაქტების აღწერით, რაც ახლა თქვენ ბრძანეთ, განცხადებით მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, როგორც წესი საპატრულო პოლიციის შესაბამის დაწესებულებას და ამ ფაქტების აღწერის შედეგად, კანონის მიხედვით ესეა. ეხლა პრაქტიკაზე ცალკე ვილაპარაკოთ. პრაქტიკაზე ცალკე ვილაპარაკოთ, კი ბატონო, უბრალოდ კანონის ფორმალურ დანაწესს შემიძლია ეხლა გავაკეთო ანალიზი, დაინტერესებული პირი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, ის აღწერს ოჯახში განხორციელებულ ესეთი ტიპის დანაშაულს არ ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არის აღწერა ფაქტების, ყურის აწევა, ხმამაღალი საუბარი, რომელიც არსებითად შესაძლებელია მართლა პირმა მიიღოს და ამის შედეგად, ესეთი ქმედებების შედეგად ის შეიძლება მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავარდეს. სამართალდამცავი ორგანოები, ფსიქოლოგები შეაფასებენ ამ სიტუაციას და ფორსირებული წესით ხდება აქტის გამოცემა. ოღონდ ეს აქტი, რომელსაც სახელად ქვია შემაკავებელი ორდერი, ეს არ არის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ, ან პოლიციელის უშუალოდ კონსტიტუციით საპოლიციო მოქმედებას არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში პატრული ინსპექტორი მოქმედებს როგორც ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. და ის გამოცემს შემაკავებელ ორდერს, რაც ახლა ვახსენე, ეს არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც სუფთა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტია, რომელიც ერთი თვის ვადით გამოიცემა და ამ ერთი თვის განმავლობაში როგორც წესი პოტენციური მოძალადის მიმართ ადგენს გარკვეული ტიპის ვალდებულებებს და ხშირია პრაქტიკაში შემთხვევები, როდესაც ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციას უგრძალავს პოტენციური მსხვერპლის მიმართ. ეს აქტი გამოიცემა გასაგებია, მაგრამ როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, ისევე როგორც შემაკავებელ ორდერს, აქვს გასაჩივრების ვადები. ფორსირებული წესით და დაჩქარებული წესით, მაგრამ ის აუცილებლად მაინც აჩივრდება და არის შესაძლებელი, როდესაც შემთხვევები კანონის მიხედვით, რომ შესაძლებელია ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, შემაკავებელი ორდერი შესაძლებელია ბათილად გამოცხადეს, ან ნაწილობრივ ბათილად გამოცხადეს. იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ რაც ბრძანეთ ახლა ხმის უბრალო ყოველდღიური რუტინიდან გამომდინარე, მაგალითად მეუღლეს, ქალბატონ მეუღლეს ხმა აუწია, ეს შესაძლებელია გახდეს იმის საფუძველი, რომ ეს არ იყო ისეთი რეალური ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომლის გამო ძალიან მძიმე სტრესულ მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდეს ქალბატონი და ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი პოლიციის გამოცემული აქტი ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში
აუცილებლად ერჯერადად აუცილებლად უნდა გასაჭირდეს თითო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და თუკი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, პოლიციური ორგანო არ დააკმაყოფილებს პირის განცხადებას, საჩივარს, იმ შემთხვევაში შესაძლებელია გასაჭირდეს სასამართლოში და სასამართლომ შესაძლებელია გარკვეულწილად ან მთლიანად ბათილად გამოაცხადოს შემაკავებელი ორდერი. ბატონო, ამას რატო ხსნით? ბატონო მაყურებლებო და ასეთ ნიუანსებს რატო აქვს მნიშვნელობა და ახსენა ჩვენმა რესპონდენტმაც, რომ ეს ამ შემთხვევაში პოლიცია მოქმედებს არა საპოლიციო მოქმედებებს კი არ ახორციელებს, არამედ ის მოქმედებს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ფუნქციას ასრულებს. საჯარო მოხელე ჩავთვალოთ, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და იმ კანონის საფუძველზე, რომელიც ახლა აღნიშნე, იმ კანონის საფუძველზე ადმინისტრაციულ ქმედებებს ახორციელებს, რომ მიიღოს პრევენციული ეს რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს რო იყოს საპოლიციო მოქმედება, მაშინ ეს აბსოლუტურად სხვა კანონმდებლობით, პოლიციის შესახებ კანონი პოლიციის შესახებ კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ანუ ისეთი ძალადობა, ფიზიკური ძალადობა, რომელმაც გამოიწვია მსხვერპლის ნაკლებად მძიმე დაზიანება ან მძიმე დაზიანება, უკვე ეს გადადის სისხლის სამართლის სფეროში გადადის, რომლის საფუძველზეც იწყება წინასწარი გამოძიება და ამ ფაქტების დადგენის შემთხვევაში უკვე პირს წარედგინება ბრალი, სასამართლოს მიერ ამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პირს განესაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსით. მე ნომერიც მინდა გამოვაცხადო და შევახსენო მაყურებელს, რომ თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ეთერში და უსვათ შეკითხვები ჩვენს მიერ განსახილულ თემასთან დაკავშირებით ჩვენს რესპონდენტს 500-504-106 ეს გახლავთ ჩვენი სტუდიის ნომერი. იაქტიურეთ, თუ კი გექნებათ რაიმე შეკითხვა, მიიღებთ კვალიფიციურ პასუხს. რო განვაგრძოთ საუბარი ჩვენ აი ამ შემაკავებელი ორდერის ირგვლივ, თქვენ როგორც თქვით, ეს არის დროებითი, პრევენციული ადმინისტრაციული, თან ესეც განმარტოთ, რომ ეს არ არის ჯერ სისხლის სამართლის წარმოება, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომელიც პრევენციული ხასიათის და რომელიც შეიძლება ასევე თეორიულად გასაჭირდეს კიდეც და გაბათილდეს კიდეც როგორც ნებისმიერი სხვა ინდივიდუალური პრაქტიკაში ცოტა ძალიან მცირეა ისეთი შემთხვევები, როდესაც სასამართლომ ესეთი ტიპის აქტები ბათილად გამოაცხადა, ნაწილობრივ ბათილად გამოაცხადა, პრაქტიკულად არ მქონია 1-2-ის გარდა იმ მრავალრიცხოვან საქმეთა შორის, მაგრამ კანონის ფორმალური საფუძვლებით ესეთი შესაძლებლობა არსებობს და შესაძლებელია ესეთი ტიპის აქტებით შესაძლებელია გამოცხადდეს ბათილად და ნაწილობრივ. მოდით მაშინ ახლა გადავიდეთ პრაქტიკის ნაწილზეც, აი კონკრეტულად შემაკავებლის ირგვლივ, იმიტომ რომ მე ჩვენ გვინდა რომ მათ შორის სისხლის სამართლის პრაქტიკაც მივახილოთ, მაგრამ აი ამ შემთხვევაში თქვენ თქვით რომ კანონით დადგენილი პროცედურები ეს არის ერთი ნაწილი, მაგრამ პრაქტიკაში როგორ ხდება ეს არის მეორე ნაწილი. მაგალითად, აი ჩვენ საუბრობდით კიდეც და ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში არის 96 პრიმა მოხლე არის თუ სწორად მახსოვს. 96 მოხლე არის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკლების ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოსთვის. მანამ სანამ შედგება ადმინისტრაციული აქტი, სანამ გამოსცემს ასე ვთქვათ ორგანო ადმინისტრაციულ აქტს, ის ვალდებულია რომ შეისწავლოს და შეამოწმოს საქმესთან შემხებლობაში მყოფი ნებისმიერი გარემოება. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ეს არის აუცილებელი შესაძლებელი ვალდებულება. იმპერატიული ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს თვის. ჩვენი ასე ვთქვათ, მაყურებლების სხვა შორის ეს თემა მათ შორის იქნა შერჩეული სწორედ ჩვენი მაყურებლების რეკომენდაციით, იმიტომ რომ მართლაც საინტერესო არის საზოგადოებისთვის და აი და ბევრ პრაქტიკულ кейსს ვინც როცა შევხვდებით ხოლმე, ხშირად ზუსტად ამაზეც უწუნებს ხოლმე, ამას უკავშირდება პოლიციის მიმართ პრეტენზიები, რომ ისინი არ ხდება ზერელეთ ფაქტები შეხებენ ან არ ახერხებენ ეს ჩემი განსახილველი ამბავი ვერ იქნება უბრალოდ მე მქონია ხშირად პრაქტიკაში ისეთი შემთხვევები როდესაც მხოლოდ დაინტერესებული პირის ანუ ქალბატონის მიერ განცხადების საფუძველზე აპრიორი გამოიცემა შემაკავებელი ორდერი რაც ჩემი ღრმარწმენით როგორც იურისტის გადასახედიდან ეს დაუშვებელია აუცილებლად ფორსირებულად გამოიცემა ესეთი ტიპის აქტები ეს არ არის ეს ისეთი მარტივი ადმინისტრაციული წარმოება რომ კლასიკური მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, რომლის დროსაც ერთი თვე აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის გამოსაცემად. სტანდარტ ეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით არის დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ეს დიფერენცირებული, განსხვავებული ამ კანონის მიხედვით განსახილველი საკითხია, მალე უნდა იქნეს მესმის გასაგებია ეს საკითხები ყველაფერი განცხადeblis მიერ მოცემული ფაქტები გადასამოწმებელი, მაგრამ პოლიციას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა, ეს არის ერთ-ერთი ესე იგი მართვის ერთ-ერთი ისეთი ორგანოა, რომელსაც ძალიან ბევრი ბერკეტები აქვს იმისთვის, რომ ნუ ყოველ შემთხვევაში ვარაუდის დონეზე მაინც დაადგინოს ის აპრიორში თუ
დაამტკიცეს ისეთ ფაქტებს, რომელიც მართლა უთყუარად ადასტურებს იმაბავს, რომ განახორციელა პირმა ესეთი ტიპის ზალადობა თუ არ განახორციელა, მაგრამ რაღაც მიახლოებული ფაქტებთან მიახლოებული გარემოებები მაინც უნდა იყოს აუცილებლად დადგენილი, რომ ესეთი ტიპის აქტები იქნეს გამოცემული და თქვენს გამოსვლაში სანამ კითხვას დამისვამდით, მანამდე ახსენეთ, რომ ეს კანონის სიკეთეები, რაც არსებობს, ამ კანონით დადგენილი სიკეთეების მიღმა არ გავიდეს ზოგადად და არაკეთილსინდისიერი ზრახვებისთვის იქნეს ეს კანონი გამოყენებული. აი ამისთვისაც კი თქვენ რაც ახსენეთ, ამისთვის აუცილებელია დადგინდეს მაქსიმალურად რა ფაქტები იყო და რეალური ფაქტები იყო თუ არა ზალადობის განხორციელება. ნუ როგორც მინიმუმ მე მაგალითად ამ კანონის უკუჩვენებებმა საზიანო შედეგი არ დააყენოს საზოგადოებისთვის, ვიდრე მაგალითად ამ კანონის იდეა, რასაც ემსახურება. პრაქტიკაში ყოფილა ესეთი შემთხვევები, რომ მეორე მხარის გამოკითხვის გარეშეც მიუღიათ, გამოუცემია პოლიციას ასეთი ძალიან ხშირი ესეთი შემთხვევები. ეს რანაირად შეიძლება აი ზუსტად ამ 96 მუხლის თუნდაც ფორმალურ ნაწილში ჩაჯდეს, რომ ეხლა მხარის მიმართ გავალებს კანონი, რომ ყველა ფაქტი უნდა გამოიძიოს წესით. შენ ამბობ, რომ და ადმინისტრაცია ამბობს, რომ ნუ ყველას ვერ მოვასწრებ, იმიტომ რომ ფორსირებულად უნდა გავაკეთო, მაგრამ ის რომ თუნდაც მეორე მხარეს აზრი შეეკითხო სანამ ის მიმართ გამოსცემ. რა თქმა უნდა აუცილებელია და აქ სანამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნახსენებ მუხლზე გადავალთ, ამ კანონშიც არის ეს ხო სპეციალური კანონია და სპეციალურად ამ კანონით დადგენილი საკითხები და ამ კანონის ბოჭვის ქვეშ აუცილებლად უნდა იქცეოდეს სამართალდამცავი ორგანო, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი. და მე ზოგადად ამ კანონშიც აქვს მას ეს დეფინიცია, ეს ვალდებულებები შესასრულებელი და ამ კანონის გარდაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით ეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მათ შორის პირის პოტენციური მოზალადის გამოკითხვა აუცილებლად უნდა ხდებოდეს. ეს არის პარიტეტის საწყისებზე სწორად ერთის და მეორეს კვაზი სასამართლო უნდა ფორსირებულ დროში გასაგებია, მაგრამ პატრულის თანამშრომელმა ფორსირებულ დროში კვაზი სასამართლო ერთგვარი პატარა სასამართლო უნდა მოაწყოს და ამის შედეგად უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილების გამოტანა, შემაკავებელი ორდერის გამოცემა. გამახსენდა როცა ვიწყებდით საუბარს, თქვენ თქვით, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის მოქმედი მეუღლე თუ ეს არის ყოფილი. აი, მოქმედი მეუღლების შემთხვევაში როგორ ხდება, მაგალითად, ქმარმა, არ ვიცი, ჩათვალა პატრულის თანამშრომელმა, რომ არსებობს ამ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი და აუგზავნა ნებისმიერი ფორმის კომუნიკაცია. ცხოვრობს სოლი და ქმარს აუკრძალა ცოლთანგო რა უნდა ქნას ამ ადამიანმა სახლიდან უნდა წავიდეს 13 თვის განმავლობაში. ანუ სახლში რომ მივიდეს, თუნდაც მის საკუთარ სახლში რომ მივიდეს, ეს შეიძლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთი თვის ვადაში შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციის აღგზავნის შემთხვევაში მის შემაკავებელი ორდერის დარღვევა, ანუ მესიჯის გაგზავნა არა თუ სახლში მისვლა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში გადაუდებელი აუცილებლობა იყო შემთხვევა მაგალითად გაშორებულ მეუღლეებზე არის საუბარი, ბავშვი ყავდა წაყვანილი ერთ მეუღლეს. გეტყვით. ეს მიწერა რომ აი ბავშვი მოგიყვანე და ეს შეიძლება ჩაითვალოს. რა თქმა უნდა, მე მაქვს პრაქტიკაში ისეთ შემთხვევები, როდესაც სახლში უბრალოდ მესიჯის გაგზავნის საფუძველზე პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში და სასჯელს იხდის. ეს ხდება შემაკავებელი ორდერით დაწესებული კი ბატონო და შემაკავებელი ორდერთან ერთად, რომელსაც როგორც აღნიშნეთ პატრული გამოსცემს, არის მეორე ფორმაც. ეს არის უფრო ცოტა შედარებით მძიმე საკითხი, ანუ მძიმე ფაქტების გადაცემა, როდესაც გამოიცემა დამცავი ორდერი. ეს დამცავი ორდერისთვის უკვე სასამართლოს მიმართავს პირი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მუხლების შესაბამისად და დამცავი ორდერი უკვე არის 9 არაუმეტეს 9 თვის ვადით გამოიცემა, იქ სასამართლო განიხილავს, მოკლედ იგივე შინაარსია, იგივე ზალადობა, იგივე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზალადობა და უკვე სასამართლო ლეგიტიმაციით ხდება ფაქტების შეფასება და შემდეგ კვალიფიკაციის განსაზღვრაც. კი ბატონო, ოღონდ აუცილებლად ეს საკითხები, რაც ადმინისტრაციულ სასამართლოებში იხილება, ან პატრული იხილავს, ეს არ არის სისხლის სამართლის კოდექსამდე ერთი ნაბიჯით, ასე ვთქვათ, მყოფი მოქმედებები, რომელიც მხოლოდ ამ ადმინისტრაციული კანონმდებლობით განიხილება. კი ბატონო, და გადავიდეთ, მოდი ახლა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე. ერთი არის, როდესაც პირი არღვევს შემაკავებელი ორდერით
დაწესებულ ვალდებულებას. შემაკავებელი არ დამცავი ორდერით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე სისხლის სამართლის კოდექსით დაჟადი ქმედებები. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კი სახეზე გვაქვს არა აი ამ შემაკავებელი ორდერიც, არამედ ბევრად უფრო მძიმე ფაქტები და მაგალითად აი პირდაპირ ფიზიკური ძალადობა ხდება ოჯახში, ხდება თუ არა ასეთ შემთხვევაში ამ პროცედურის დაცვა რო ჯერ შემაკავებელი გამოიწეროს თუ პირდაპირ სისხლის სამართლის წარმოება შეიძლება. ანუ ის კიდე ერთხელ ვამბობ, ისეთი ძალადობა, რომელიც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას იწვევს, შესაძლებელია განხორციელდეს დამცავი ორდერის საფუძვლებით განცხადებით მიმართა სასამართლოსთვის და პარალელურ რეჟიმში შესაძლებელია განცხადება დაიწეროს ეგრეთ წოდებული საჩივარი შესაძლებელია შევიდეს სამართალდამცავ ორგანოებში, რომ უკვე პატრულის ან რა ვიცი გამოძიების ორგანოება დაიწყონ წინასწარი გამოძიება და ამის საფუძველზე შესაძლებელია პირს ბრალი შეერაცხოს ძალადობის ფაქტზე და ეს ჩვეულებრივად დაჟადი ქმედება. გავრცელებული პრაქტიკაც არის ამასთან დაკავშირებით. ვინ შეიძლება იყოს აი ასეთ დროს განცხადებელი, აუცილებელია თუ არა განცხადებელი იყოს მსხვერპლი? განცხადებელი როგორც წესი მსხვერპლი არის, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ამ ფაქტის შემწრე, შესაძლებელია ნებისმიერი პირი. აი მეზობელმა შეიძლება ჩემი ოჯახიდან გავიდა ხმაურის ხმა, მოეჩვენა მეზობელს რომ აქ რაღაც დანაშაული ხო არ ხდება და არეკოს და ამის საფუძველზე შეიძლება ოჯახში შემოვიდეს პოლიცია და ამათო. მოკლევის ვალდებულება უკვე აუცილებლად ნებისმიერი ფორმით განცხადებაზე აუცილებლად უნდა დაიწყოს და შეიძლება ნებისმიერი პირი იყოს. აი ეს ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ნუ არის პრაქტიკაში არსებობს ამის მაგალითები. რა თქმა უნდა, წარმოვიდგინოთ ისეთი მდგომარეობა, როდესაც მაგალითად ქმარი ყოფილ ცოლზე ან ცოლზე ძალადობს და იმ წამს ქალბატონს არ აქვს საშუალება მიმართოს შესაბამის ორგანოებს. ხო შეიძლება პრაქტიკაში და ალბათ დიწილად არც აქ იმ მომენტში რომ უცებ განცხადებელი ნებისმიერი პირი შეიძლება იყოს, რომელმაც შესაძლებელია ეს კონფლიქტური სიტუაცია გადაარჩინოს. და კი, მაგრამ აი ასეთ შემთხვევაში თუ კი თქვენ ამბობთ რომ ცოლს არა აქვს იმის შესაძლებლობა დარეკოს, მაგრამ ხო არის შემთხვევა, როდესაც შესაძლებლობაც აქვს, უბრალოდ ამისი ნება არ აქვს, სურვილი არ აქვს, არ თulis აუცილებლად მისი უფლებების დაცვას პოლიციის მხრიდან. ის ფიქრობს, რომ პირადადაც მეც მოახერხებ, რომ გავუმკლავდე, ეხა კონფლიქტია, მოგვარდებით. ანუ არ არის ის სიტუაცია, რომ დავრეკობ. მაგრამ აი ამ დროს მესამე პირი, მეზობელი, რომელიც შეიძლება არ იყოს საერთოდ კეთილგანწყობილი ჩემი ოჯახის მიმართ და ამის გამო პროვოცირების მიზნით რეკავს. მოდის პოლიცია და პოლიციამ ჩათვალო, რომ კი, აი აქ რაღაცა დანაშაულის ნიშნებია. ამ შემთხვევაში ანუ არც მსხვერპლის პოზიციას, არც პოტენციური მოძალადის პოზიციას არ გაითვალისწინებს, ისე დაიწყება სისხლის სამართლის ძიება. ხო, სისხლის სამართლის საქმეზე საქმის აღძურის წინასწარი გამოძიების დაწყება მხოლოდ განცხადების საფუძველზე არა, შესაძლებელია ნებისმიერი ფორმით შესაძლებელია დაიწყოს, შეტყობინების საფუძველზე, ნებისმიერი შეტყობინების საფუძველზე, ჩვენი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით აუცილებლად უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, ხო? ჯერ იწყება მოკვლევა და თუ კი ორგანოები ჩათვლიან, საგამოძიებო ორგანოები ჩათვლიან, რომ აქ ნიშნები იქნა, დანაშაულის ნიშნები არის სახეზე, იმ შემთხვევაში დაიწყება გამოძიება და გამოძიებას აქვს უამრავი ბერკეტი, აქვს ჯვარედინა დაკითხვები, ვიდეო სათვალთვალო, რა ვიცი, ძალიან ბევრი საშუალება აქვს. შეიძლება მტკიცებულებად რა თქმა უნდა შეიკრიბოს მტკიცებულებათა ერთობლიობის შედეგად შესაძლებელია გამოძიებამ გამოკვეთოს დანაშაულში ეჭვმიტანილი სუბიექტი და წარედგინება პროკურატურის მიერ ბრალი და შესაძლებელია გამომყენებელი განაჩენის დადგენას. თემურ, აი თქვენ როგორც ურაც აღწერთ, ეს შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს ამ ყველაფრის მსხვერპლი, ანუ ჩვენი კანონმდებლობით ისე გამოდის, რომ ნებისმიერი ადამიანი, მეორე არის ხა პრაქტიკა და რამდენად ბოროტი განზრახვით გამოიყენებს ვინმე ამ კანონს, ან არ გამოიყენებს. ხონია ეგეთი შემთხვევა და შემიძლია რომ მოგახსენოთ. შეიძლება ხა რა ვიცი, ასეთი გამოთქმაც არსებობს, რომ კომპრომატი ღმერთის მიმართაც შეიძლება ვინმე მიპოვოსო და ესე იგი თუ ვინმე იქნება დაინტერესებული პირი, ექნება იმის საშუალება რომ მოახდინოს, არ ვიცი, მიყურადება, დაკვირვება, რაიმე ფორმით მტკიცებულებების შეკრება, შეუძლია აი ესე კონტექსტიდან ამოგლეჯილი მტკიცებულებების შეკრიბოს ნებისმიერი ადამიანის მიმართ და მას აუხსენოს ბრალი, რომ ის არის მოძალადი. ყველა წამალს, როგორც ვიცით, ყველა განმარტებაში აწერია უკუჩვენებები. ნებისმიერ კანონს შესაძლებელია ჰქონდეს უკუჩვენებები და მე პრაქტიკაში აი ეს კანონი რაც ვთქვი, მისი უკუჩვენებების შესახებ ძალიან ფართე გავრცელება მინახავს. მაგალითად. აი მე მაგალითად მქონდა დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მიმართეს სასამართლოს და სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მტკიცებულება, როდესაც ქალბატონს მქონდა დაზიანებების შესახებ მქონდა სურათები წარმოდგენილი. მაგრამ ეს ამ სურათებზე, ჩალურჯებული თვალი, სახეზე მოკლედ
ერთი შეხედვით იფიქრებდა ადამიანი, რომ ეს ქალბატონი იყო. ხო, ეს ქალბატონი იყო ნაცემი. მაგრამ არ იყო წარმოდგენილი, არც ექსპერტიზის დასკვნა იყო წარმოდგენილი. არ იყო მიმართვა კიდე ერთხელ ვთქვით, გავიმეორებ, რომ ესეთი ტიპის დაზიანება უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებლობასაც იწვევს. ამ საკითხზე არ ქონდა მიმართული სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომ ჩემზე იძალათდეს და დაიწყეთ გამოძიება. ესე იგი, განცხადებული იყო, რომ ესე იგი პოტენციური მსხვერპლის მშობლებზე მისმა ყოფილმა მეუღლემ განახორციელა იარაღის მუქარები, ცემა შვილის და ასე შემდეგ. ბევრი ფაქტები იყო მითითებული. მაგრამ სასამართლოში ესეთი ტიპის ფაქტები არ იქნა გაზიარებული. ანუ სასამართლოს მიერ არ იყო ეს გაზიარებული. არ იქნა გაზიარებული. პატრონის მიერ შეიძლება ყოფილიყო გაზიარებული. და რატო? ნახეთ, იმიტომ რომ თუ სასამართლოში არ იქნა ისეთი მტკიცებულება წარმოდგენილი, რომელიც უტყუარად დაადასტურებს ძალადობის განხორციელების ფაქტს და კონკრეტულად იმ პირის მიერ განხორციელებულ ფაქტს, სასამართლო ესეთი ტიპის მტკიცებულებებზე რეაგირებას ანუ ის კალორია შეიძლება გახდა ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ კონკრეტულად ამ ადამიანმა რო იძალდა, ეს ხომ უნდა ჩანდეს. და მე სურათის წარმოდგენა არის მხოლოდ სურათი. და სურათი აი უჩვეულებრივი ფოტოსურათი და ფოტოსურათით მე რო ვიძალადე, ეს უნდა იყოს დადასტურებული და ჯერ ერთია ეს და მეორეა ის, რომ რეალურად იყო თუ არა ეს შენიღბული და გადაღდღეს ტექნიკურ საშუალებებს უამრავი შესაძლებლობები აქვს დაწყებული ხელოვნური ინტელექტით და დამთავრებული, რა ვიცი, ნებისმიერ ფოტოშოპში შესაძლებელია ადამიანმა და დაამონტაჟოს ისე სურათი, რომ შეიქმნას. არც უნდა ფოტოშოპი ხა გრიმის გაკეთებას რაღა უნდა. კი ბატონო, და ზუსტად ეს აღნიშნა სასამართლო ჩემს ერთ-ერთ საქმეში, რომ სასამართლო ესეთი ტიპის მტკიცებულებას ვერ გაიზიარებდა. ეს რეალური დაზიანებები აუცილებლად უნდა მივიდეს განცხადებელი ქალბატონი. ამ შემთხვევაში არის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო ან ნებისმიერი საექსპორტო დაწესებულებებში, სადაც ეს დაზიანებები რო რეალურად ჩალურჯებები იყო, ჯერ ეს ფაქტი უნდა დადგინდეს და მერე თუ კი ეს რეალურად დადგინდა და იტყვის ექსპერტიზა, რომ კი ბატონო, ეს ამა და ამ დროს დაახლოებით ამა და ამ დროს შადენილი ძალადო განხორციელებული ძალადობის შედეგად აქვს მიღებული ადამიანს, მეორე ფაქტია, ანუ ის უნდა დადასტურდეს, რომ იმ კონკრეტულმა მეუღლემ, ყოფილმა მეუღლემ იძალადა და ესეთი ფაქტების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ხშირია სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ კუთხით დამცავი ორდერის გამოცემაზე ქალბატონებს უარს ეუბნება. ესეთი შემთხვევები გასაგებია. მეორე საკითხი და უკაცრავად დავასრულებ თუ შეიძლება, რო არ დამავიწყდეს. აი თქვენ ნახეთ და ჩვენ თქვით უკუჩვენებებზე, ეხლა ნახეთ რა ხდება. არა კეთილსინდისიერი, ესე იგი ქალბატონების მიერ არ იფიქროს ვინმემ, რომ ძირითადად არის ქალები ჭივიან ამ პრაქტიკიდან, აი ზუსტად პრაქტიკიდან რაც ხო ქალბატონები არის ქალთა მიმართ დაცვის ღონისძიებებს ემსახურება, ხო ეს კანონი რა. ქალბატონები ხანდახან კონფლიქტური სიტუაცია, როცა წარმოიშვება მეუღლებს ან ყოფილ მეუღლებს შორის, ხშირია ქონებრივი დავებიც და ქონებრივი დავების დროს თქვენ კარგად მოგეხსენებათ, არსებობს იურისპრუდენციაში პრეიუდიციული მნიშვნელობა. ანუ მხარეები, რომლებიც ერთი და იგივე მხარეები ერთ საქმეში მონაწილეობენ და იმ საქმეში რაღაც კონკრეტული ფაქტები ითვლება დადასტურებულად, იგივე მხარეები სხვა საქმეში მონაწილე იგივე მხარეები სტვის ამ საქმეში დადგენილი ფაქტები აპრიორში პრეიუდიციული მნიშვნელობით აღარ ექვემდებარებიან რევიზიას. ანუ ეს ერთმა სასამართლომ, ანუ ადმინისტრაციულმა სასამართლომ ძალადობის ფაქტები თუ დაადგინა ერთ საქმეში, სხვა საქმეში, სამოქალაქო საქმეში ეს ფაქტები შესაძლებელია აპრიორში დამტკიცებულ ფაქტებად განიხილებოდეს და ნახეთ რა ხდება. აი ქონებრივი დავების დროს რა მნიშვნელობა? ქონებრივ დავებში ის მნიშვნელობა აქვს, რომ ხშირია, ესე იგი, ახსნა განმარტებების მიცემა განცხადებაში ან სასამართლოში, რომ ქალბატონი აცხადებს, რომ მე იძულების ძალადობის წესით, ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძველზე ან ფიზიკური ძალადობის საფუძველზე წამართვა ქონება. და აქვს ამ შემთხვევაში რაღაც გადაწყვეტილება, რომელიც სამოქალაქო საქმეში უკვე იმ სამოქალაქო საქმეზე დადებული გარიგების ბათილაცნობის აპრიორში საფუძველია. და შეიძლება მივხვდი კი ბატონო და ამ დროს შეიძლება საერთოდ ის ძალადობა მართლაც მოხდა, მაგრამ საერთოდ არ ხონია ამ ყველაფერთან კავშირი და ან შესაძლებელია საერთოდ არც მოხდა, მაგრამ იმდენად ანუ ადმინისტრაციულ სასამართლოს უკვე დამტკიცებული ფაქტები იმ სასამართლოში უკვე იმ გარიგების ბათილაცნობისთვის უკვე ჩვეულებრივად რევიზიას აღარ ექვემდებარება და იმ სასამართლოს საქმეში უკვე სასარჩელო მოთხოვნა უკვე ქალბატონის სასარჩელო მოთხოვნა უკვე 100%-ით რეალიზებადია. ასე გამოდის. მარტივად რომ თქვათ თუ არაკეთილს
სინდისიერ მეუღლეს ამ შემთხვევაში ყოფილ მეუღლეს ქალბატონს სურს პოლიცია როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს თანამშრომელი თუ მოწოდების სიმაღლეზე არ იქნა და ეს ფაქტები აი რაც თქვით რომ ამ კანონის მიხედვით და ზოგადი აი ზარი გვაქვს ეთერში მე მგონი საინტერესო იქნება მაყურებელს მეუსმინოთ და განვაგრძოთ შემდეგ გამარჯობა გისმენთ ეთერში ხართ გისმენთ გამარჯობათ გამარჯობა გისმენთ შეგიძლიათ დაუსვათ შეკითხვა ჩვენს რესპონდენტს ახლა უყურებ ჩვენ გადმოცემას გამარჯობა დიახ 88 წელი ვარ და 88 წელი ვარ და უყურებ ჩვენ გადმოცემას არაფრის მომწალი მაილაპარაკი არ არის აბსოლუტურად ცხოვრების დონე რომ იქნება იმ დონეზე რომ ადამიანს ეხება საარსებო მინიმუმი ყველაფერი ჩადგება მის ადგილზე არ ძალადობა იქნება და არაფერი არ იქნება უყურებ გადაცემას ჩვენს ოპოზიციის ეს რა ხალხია მოსული საქართველოს ასეთი ხალხი თუ ამ იმაში საქართველოში გასაკვირი ამბავი ერთმანეთში ვერ წობიან არის დავა კინება კივილი კი ბატონო სად უნდა წევიდეს უბრალო კაცმა რომელმაც იმუშავა და ეცხოვრება მოიყვანა ამ დონემდე შრომით დიდი მადლობა ბატონო რომ გვიკავშირდებით უბრალოდ ამ საკითხზე ხომ არ გექნება ჩვენს თემაზე შეკითხვა ამ საკითხზე მინდა ის ოჯახები იმიტომ იქნება რომ ეკონომიურად არ არის მყარი ეს ოჯახები კი ბატონო მომისმინე თქვენ არ გაინტერესებთ ისეთი რამე რაც ხალხს აინტერესებს თქვენ გინდა ილაბანკოთ ხოლმე რა ფანტაზიურებაზე რაც მიუღწეველია როდესაც ადამიანს ოჯახი ექნება საარსებო მინიმუმი და ოჯახში მოიჭას იმასაც იშომა და იმწვალა და მას სურვილია თავისი ოჯახი გაიძაროს მასში ჩაწყარდება ყველაფერი როდესაც ხედავს მე მილიონებს იპარავენ აქედა ვისაც უშრომია და მწვალია იმისად ჯარეკეთო რას მოხდეთ ეს თქვენი ჯარეკვა და ლაქლაკი მაკანე დიდი მადლობა ზარისთვის ბატონო ბოდიშ გიხდით თუ შეგაწუხეთ ჩვენი აი ამ მოწოდებით მესმის მე თქვენი და სავსებით ვიზიარებ აი ამ ბატონის პოზიციას თუმცა დღეს არ არის ეს ჩვენი განსახილველი თემა აი რა შეიძლება თორე რა თქმა უნდა სოციალური გარემო ის უმწვავესი სოციალური პრობლემები ეს არის მთავარი ინსპირატორი ალბათ შემდეგ აი იმ ძალიან ცუდი პრაქტიკისა მაგრამ ხა დღეს ჩვენ იურისტთან ერთად გავდივართ სამართლებრივ ნაწილს აი ამ ხარისას რომ ადამიანებმა იცოდნენ რა შემთხვევაში უნდა იყოს მათი უფლებები დაცული როგორ უნდა იყოს დაცული და როგორც ერთმა ისე მეორე მხარემ იცოდეს რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს მისი უფლებების დასაცავად ეს არის ამ გადაცემის მიზანი თორე რა თქმა უნდა სრულად ვიზიარებთ რომ ძიმე სოციალური პირობები ეს მთავარი პრობლემა არის ამ ხრივაც მათ შორის კიდევ ზარი გვაქვს ეთერში მოდით შემოვიყვანოთ მაყურებელი და მოусმინოთ გამარჯობათ გისმენთ გამარჯობათ მოგესალმებით დიდი მადლობა გამარჯობა გისმენთ შეკითხვა ხო არ გექნებათ კი ბატონო ზუსტად ამ საკითხზე გეკითხოთ ეხლა მამაკაცმაც რომ ვიცოდეთ ლოგიკურად და ისე ბუნებრივად პირველი პრობლემა არის სოციალური ფონი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეხლა რა მინდა რომ გითხრათ აი რატომ მინდა მე ჩემი მაგალითი მოგიყვეთა რადგან ამ საკითხში ეხეთ მართლაც კინოური საკითხია მაგრამ აი ჩემი მეგობარი გათავისუფლდა ეხლა ხანს რა სულ ეხლა ხანს გათავისუფლდა ეს ბიჭი ნუ თავის ამ მუხლით იყო ძალადობის მუხლით არა სხვა სახს თუ შეიძლება ბოდიში კი დავაზუსტეთ უბრალოდ ბოდიში რეკამ ეხლა და შეიძლება ვის იყოს ვარცად გამეთილი მაპატი განაგზეთ ზუსტად ამ მუხლით არ იყო მაგრამ გათავისუფლდა სხვა მუხლით იყო მოკლედ ეს ბიჭი და გავხდი ნუ ხარ მოლაპარაკე და უბრალოდ გულის კივილია რა ამ მუხლით გატენილია თურმე ციხე ჩვენი მე არ ვიცი მე არ ვამართლებ ვინმე მართლა შეიძლება იყოს ხალხო რაზია ლაპარაკი და მოძალადე როგორ შეიძლება დღეს ვაშე საერთოდ წოს ქართულმა კაცმა ხალდა მაგრამ გატენილია ციხე ამ მუხლით და ერთი მაგალითი მინდა გითხრათ გაუჩებული იყო ერთ ფაქტზე რომ მამას ნუ შვილთან მოუვიდა რაღაცა ეთქობა პრობლემა ანერვულა ეს უბრალოდ იფოზე რაზეც ეს მამაკაცი თქვენთან ფანტაზმულმა კაცმა დაარეკა. სავსებით სწორად თავისი გულის ტკივილი გადმოსცა. სოციალური ფონი თავისას შვება ბატონი იურისაც მიხდება და თქვენს გეცოდინებათ ბატონო თიკო, მაგრამ მოხვა ერთი ისტორია რომ მამაკაცმა აღებულ ფონზე სახლიდან გავიდა ბავშვს ვერ დაუტოვა თუ არ ვიცი რა იყო ფული თხოვა თუ რაღაცა და აღებულმა იჩხუბა მოუწია ბავშვთან ჩხუბი როგორ არაფიზიკურად
კარები მიუჯახუნა, დაკეტა, ასე მოხდა და გადაღებული ვიღაცას და ნათქვამი მეზობელის გამო დაიჭერეს და წავიდა ეს კაცი ამის გამო. შეიძლება ეგეთი რაღაც ეს ხო ტრაგედიაა, ხალხო, მე მაპატიე თქვენ რაცუა დიდი მადლობა. ტრაგედია ეს ყველაფერი და ხო შეიძლება რომ არ შეიძლება საკუთარ შვილს რაღაცა ხმამაღლა ამის გამო რატო უნდა დაგჭირო. მართალია, დიდი მადლობა. მოდით აი უბრალოდ ამ კითხვაზე მინდოდა მეც გადავსულიყავი და აი ჩვენი მაყურებლის შეკითხვა და ის შეკითხვა რაც მე მქონდა რომ გამეერთიანებინა ოჯახში ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ მეუღლეებს შორის თუ ყოფილ მეუღლეებს შორის, ხო? ოჯახის წევრებთან დასაწყისშიც აღნიშნეთ, რომ აი განსაკუთრებით მცირეწლოვანი ოჯახის წევრების მიმართ უფრო ფოკუსირებულია, ხო? კანონი და ხშირია ხოლმე ესეთი შემთხვევები, როდესაც შვილები უჩივიან მშობლებს. მე რა ვიცი, ჩემს სანაცნობო პრაქტიკაშიც მქონია ამისი შემთხვევა და ამ დროს როგორი არის პრაქტიკა? ახლა ერთი არის, როდესაც ზრდასრული ადამიანების კონფლიქტის მიმართ ხდება, მაგრამ მეორე საკითხი არის, ხა ბავშვი მით უმეტეს არასრულწლოვანი გასაგებია, რომ ის არც საკმარისად ინფორმირებულია, მასზე მეურვეობის ბუნებრივად მასზე ასე ვთქვათ კონტროლის თუ მისი მოქმედებების მონიტორინგის ფუნქცია ნამდვილად აქვს მშობელს და შეუძლია რაღაც დაუშალოს კიდეც რაღაც ფორმით ეხა შვილების და მშობლების ყველას ინდივიდუალური ურთიერთობა აქვს, ხო? როგორი არის ამ შემთხვევაში კანონი და როგორი არის სამართლის პრაქტიკა? ამ შემთხვევაშიც ესე ზერელეთ ხდება ხოლმე გამოკვლევა თუ არის უფრო სიღრმისეული? კანონის იდეით, აი ეს კანონი რაც თქვით, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის და მათი დაცვის შესახებ კანონით. კანონი, აი როგორც ჩემთვის, როგორც არაიურისტისთვის, ეს ნამდვილად პოზიტიური მოვლენაა. მართლა სწორი კანონია და ეს კანონი უნდა მოქმედებდეს. თუმცა და აქედან გამომდინარე, ეს კანონი პირდაპირ ესეთ ციხეში პოპულარულიანით რომ ვთქვათ, პირდაპირ ციხისთვის არ იმეტებს. თუ კიდე ერთხელ ვამბობ, თუ პირდაპირ ისეთი დაზიანებები არის, პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული თუ არა აქვს ჩადენილი. პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული თუ არა აქვს ჩადენილი, ეგრევე პირდაპირ ციხეში გასამწესებლად პირს არ იმეტებს. ამიტომაც არის ზუსტად ის, რომ გამოიცემა შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერი მისი გაგებითაც, აი არა მხოლოდ იურიდიულადაც რომ არ გავმარტოთ, შემაკავებელი ის არის, რომ ეს აქტი, როდესაც გამოიცემა და ამ აქტით განსაზღვრული ვალდებულებები თუ არ დაიცავს და არ შეასრულებს სუბიექტი, მამაკაცი ამ შემთხვევაში, ამის შემდეგ შესაძლებელია მას დაემუქროს დაჭერა. სისხლის სამართლის ანუ შანსი იძლევა და ცოტა უფრო სხვანაირად უნდა მოემზადოს ადამიანი, მესმის გაგება ცოტა მამაკაცებში ძნელია ეს. პოპულარობა, ამ კანონის პოპულარობა ჯერ ჩემი აზრით თლაცათანადო დონემდე და მამაკაცებისთვის და ქართული გაგებისთვის, ქართველი გაგების მამაკაცებისთვის ცოტა რთულია, როგორ შეიძლება მესიჯის გამო შესაძლებელია პასუხისგებაში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივეცი. ამის გაგება ცოტა არ იყოს უჭირთ მამაკაცებს, მაგრამ გასაგებიც არის რომ უჭირთ, ეხლა არ არის ეს ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილია და მით უმეტეს მესიჯი, ისეთი მესიჯი, რომელიც მაგალითად შვილებთან ურთიერთობის გამო იქნა მხოლოდ გაგზავნილი ყოფილ მეუღლესთან ან მეუღლესთან. ამის გამო როგორ შეიძლება დავისაჯო, მაგრამ კანონი ესეთ განმარტებას იძლევა, რომ არ შეიძლება მოკლედ აიგრძალა და მორჩა. თუ კი ადმინისტრაციული სასამართლო იტყვის, რომ შემაკავებელი ორდერი იყო სწორად კანონის სრული დაცვით იქნა გამოცემული, ეს მისი ესე სასამართლოს მიერ გამოცემული, შემაკავებელი ორდერი, როდესაც გასაჩივრდება და მერე სასამართლო იტყვის, ან დამცავი ორდერით დადგება ვალდებულებები შესასრულებლად, ხო? სასამართლო, ადმინისტრაციული სასამართლო, როდესაც იტყვის ერთ და მეორე შემთხვევაშიც და დაადგენს ვალდებულებებს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, რომ მესიჯის გაგზავნამ შესაძლებელია პასუხისგებლობა გამოიწვიოს. კიდე ბევრჯერ მომიწია, თუმცა კანონი დაცვია, მაგრამ კანონია, კი ბატონო და კანონი, ანუ სასამართლოს სასამართლო გადაწყვეტილებას უკვე კანონის ძალა აქვს და ის როგორც კანონი ისე უნდა აღსრულდეს, მორჩა. მისი შეუსრულებლობა, მისი შეუსრულებლობა. ანუ ეს ორდერი დამცავი როგორც ასევე შემაკავებელი არ არის აუცილებელი აქ რო გაიგოს მაყურებელმა, ეს არ არის მხოლოდ მეუღლეებს შორის ურთიერთობა, შვილს ოჯახის მიმართაც შეიძლება იქნას გამოწერილი და ასე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ოჯახის ის უნდა აღსრულდეს. უნდა აღსრულდეს აუცილებლად. აი ამ შემთხვევაში ალბათ პრეტენზია უნდა ქონდეს ზუსტად აი კანონმდებლობის ასეთი ტიპის კანონებზე. ერთი თავის ზარი გვაქვს ისევ სანამ დავიწყებთ საუბარს. გისმენთ ეთერში ხარ, შეგიძლიათ ისაუბროთ, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. ეს ცოტა თემიდან აცდენილი ვარ, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს, მაინტერესებს. ბრძანეთ. სასწავლი და ის
ჭკვიანი კაცი დათო ახლებიანი. დათო აღარ არის იმის გადაცემა. ბატონი დავით დათო ჩვენი მეგობარი არის დღესაც რა თქმა უნდა უბრალოდ ჩვენ შემცირებული რესურსიდან გამომდინარე მხოლოდ მცირე რაოდენობის გადაცემები გვაქვს დატოვებული და ამ ეტაპზე მხოლოდ აი ამ რეჟიმში მაუწყებლობთ მხოლოდ და მხოლოდ რეორგანიზაციიდან გამომდინარე და ამიტომ არის რომ დღეს მაგალითად მე ვზივარ ეთერში და არა ბატონი დავითი. თემასთან დაკავშირებით ხომ არ გექნებოდათ რაიმე შეკითხვა? დიახ, სამწუხაროდ გაითიშა მაყურებელი. კი ბატონო, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ზედაც გქონდა რა თქმა უნდა განმარტება გაკეთებული და მაყურებელი არის ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული. თუ გექნებათ დღეს განსახილულ თემასთან დაკავშირებით შეკითხვები, გთხოვთ რომ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე 505-100-106. შეგვიძლია განვაცხადოთ. ხო, მოკლედ აი ეს თავისებურება რაც ამ კანონს გააჩნია. ამ კანონში წერია რომ შემაკავებელი ორდერი არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი. ანუ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტია, რომელსაც თავისი გასაჩივრების წესი აქვს. ხო, ეს ვთქვით. ეხლა ნახეთ რა ხდება. თუ კი მე ამ აქტის გასაჩივრების ადმინისტრაციული წესის გასაჩივრების უფლება მაქვს. მაგრამ ამ დროს პარალელურ რეჟიმში მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრების პროცედურები დაწყებული არ არის ობიექტური მიზეზის გამო, მაგრამ შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული ვალდებულებების შესახებ უკვე პოტენციურმა მსხვერპლმა აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს ისინი ავტომატურად როგორც შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის იწყებენ გამოძიებას და პირს მისცემენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში და მე სისხლის სამართლის სპეციალისტი არ გახლავართ, მაგრამ სისხლის მოსამართლეები და სისხლის სპეციალისტებიში ზოგადად ეს გავრცელებული ამბავია რომ სისხლის სამართალს სხვა კანონმდებლობა არ აინტერესებს. თუმცა აქ სხვა შემთხვევაა და აუცილებლად ეს პრაქტიკაში ასე გვაქვს რომ სისხლის სამართალი დამოუკიდებლად მიდის და მისი ინტერესებია, მაგრამ რახან კანონში წერია რომ ეს ადმინისტრაციული აქტია და ადმინისტრაციულ აქტს ფორმალურად მაინც არის შესაძლებლობა იმისი რომ ბათილად გამოცხადეს, რა გამოდის ნახეთ, სისხლის სამართალი არ ელოდება ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას არ ელოდება, სისხლის სამართლის ორგანოები იწყებენ გამოძიებას, ადგენენ განაჩენს, მაგრამ თუ აღმოჩნდა რომ ადმინისტრაციულმა სასამართლომ შემაკავებელი ორდერი ბათილად გამოაცხადა და პირი ისე რომ ამას არ უზენაეს სასამართლომდე არ დაელოდა შემაკავებელი ორდერზე სასარჩელო მოთხოვნას რომ ბათილად იქნეს ცნობილი და მე უზენაესმა სასამართლომ გარკვეულწილად მთლიანად არა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც აღმოაჩინა რომ უკანონოდ ყოფილა გამოცემული მაგალითად და ბათილად ცნო, გამოდის რომ ამ ხნის განმავლობაში პირის აჯელს იხდიდა, მაგრამ საფუძველი საგამოძიებო ორგანოებს და პროკურატურას არ ქონია და ფაქტობრივად უკანონო პატიმრები ყავს და ამაზე მოსამართლეები ამბობენ რომ ჩვენ არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს რომ გამოძიებამ დაადგინოს რომ შემაკავებელი ორდერი დაარღვია თუ არ დაარღვია და ეს მისი კანონიერება შეისწავლოს შემდეგ სხვა სასამართლომ და მე ესე იგი უკანონო პატიმრობაზე მაშინ გასაგებელი ყოფილა ის სასამართლო რომელმაც თავის დროზე არ გამოიყო. კი ბატონო და ამის უკანონო პატიმარზე მე მოითხოვოს კომპენსაცია როგორც უკანონო პატიმარმა. ეს ყველა დაუშვებელია, მაგრამ ეს საკითხი არის კანონის ესე იგი კანონში ეს საკითხი კარგად არ არის დარეგულირებული და ეს ფიქრობ რომ ხარვეზია და ეს რაღაცა განვაგრძოთ ამ თემაზე საუბარი მაყურებლის ზარის შემდეგ რამდენადაც ვიცი ხაზე ყავს მაყურებელი. გამარჯობა, გისმენთ პირდაპირ ეთერში. გამარჯობათ ბატონ თენგის, ბატონ თემურ. მოგესალმებით. ძალიან საინტერესო თემა გამოიტანეთ და კარგია რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყეთ. იცით რა, ეხლა თქვენი გაიხილავთ სამართლებრივად, იურიდიულად გისმენთ კი ბატონო, გასაგებია ყველაფერი რასაც ამბობთ, მაგრამ აი მე ძალიან ბევრი ვიცი ჩემს გარშემო სამწუხაროდ რა ესეთი შემთხვევები და ძირითადად ამ შემთხვევაში ესენი არიან კაცები, ხო შეიძლება არ არის გასაკვირი, მაგრამ კაცები არიან და მე რა კითხვა მაქვს, ეხლა როგორც დილეტანტს იურისპრუდენციაში და სამართალმწარმოებაში. აი მე პირადად რაღაცა ესეთი საბეჭდილება მჩება, რომ თითქოს ცოტა არ იყოს და დისკრიმინაციული არის კანონმდებლობა კაცებთან მიმართებაში რა, იმიტომ რომ სულ ხო არ შეიძლება რომ აი 100 შემთხვევიდან 99 კი არა, თითქმის 100 სულ კაცები იყვნენ მაგმუხლით თან ისე ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება მე გამოძიებასთან მიმართებაშიც რაღაცა არც
მაინც და მაინც სამართალდამცავი ორგანოები თავს არ იკლავენ აი ამ იმის რა ქვია მოძიებით, კიცებულებების და ასე უბრალოდ რაღაცა იმ გამოძიების ხარისხი არის თვითონ დაბალი, კი ბატონო. დაზარალებულის ჩვენება არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი ციხეში გაუშვან და აი ამასთან მიმართებაში ეს არის დისკრიმინაციული, არ არის დისკრიმინაციული და რაღაცა სხვა პრაქტიკა რა დაუშვათ იგივე ევროპული ქვეყნების რა შეიძლება გავითვალისწინოთ. გასაგებია. გავცე პასუხი კი ბატონო, დისკრიმინაციასთან დაკავშირებით თუ გაქვს სურვილი, იმიტომ რომ ეს არ არის ხა პირდაპირ სამართლებრივი განმარტების საკითხი. სამართლებრივი განმარტების საკითხი არ არის. ამ კანონს როგორც იურისტი დისკრიმინაციულ კანონს ვერ ჩავთვლიდი. უბრალოდ გამოძიების და გამოძიების როგორც სისხლის სამართლის საქმეზე არ ვამბობ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების დროს შესაძლებელია მოკლევის საკითხებს, ანუ აქტის გამოცემის დროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების დაუმტკიცებლობის კონტექსტში ასე განვიხილავდი, რომ შესაძლებელია ორგანოებს, ადმინისტრაციულ ორგანოებს, ანუ პატრულს ამ შემთხვევაში შესაძლებელია პრობლემა კონდეს, მაგრამ ის რომ ეს კანონი არაპოზიტიური და ნეგატიური შედეგის მომტანია აპრიორში მე ასე არ ჩავთვლიდი და დისკრიმინაციული. ეს კანონი ნამდვილად საჭირო კანონია და მამაკაცებმა უნდა გამოფხიზდეთ და ეს კანონი თუ არ წავიკითხავთ იურისტის კონსულტაციებით, ადვოკატის კონსულტაციებით უნდა გავაანალიზოთ და ჩვენში უნდა შემოუშვათ, რომ არ შეიძლება ქალბატონის მიმართ ხმის აწევა ფსიქოლოგიური ძალადობაა, ნუ აპრიორში არა, მაგრამ ისეთი რომელიც მართლა მძიმე სტრესულ მდგომარეობაში ჩააგდებს ქალბატონს დაუშვებელია და თუმცა ხელი შეხედა. შემიძლია მაგაზე შეგეკამათო, ანუ რა ნაწილში შეგეკამ ხელი შეხედა ფსიქოლოგიურ ძალადობაზე კი არ შეგეკამათები, თავისთავად ცხადია, არის ეგ პრობლემა და ეგ ცალკე თემაა, მაგრამ აი დისკრიმინაციას რა შეეხება, ეს შეიძლება დისკრიმინაციული და ალბათ ეს ჩემი პასუხი იქნება მაყურებლისთვისაც. დისკრიმინაციული ეს შეიძლება განვიხილოთ ზუსტად ქალებთან მიმართებაში, იმიტომ რომ კანონი ამ შემთხვევაში სქესის მიხედვით ანსხვავებს, ხო, დაცვის ობიექტს, რომ ქალის მიმართ უფრო ასე ვთქვათ, მეტ ფოკუსირებას აკეთებს კანონმდებლობა, ამას ქვია პოზიტიური დისკრიმინაციის მაგალითი. როდესაც ხდება დისკრიმინაცია, ანუ სქესის მიხედვით გამორჩევა ხდება, ოღონდ არა ნეგატიურ კონტექსტში და მისი დაჩაგვრის მიზნით, არამედ პირიქით, მისი სახალისების და დაცვის მიზნით. ამას ქვია დისკრიმინაცია. დაცვის შესახებ კანონი არის ეს. რა თქმა უნდა, ამას ქვია პოზიტიური დისკრიმინაცია, თქვენ ახსენეთ ევროპული კანონმდებლობა და მინდა გითხრათ, რომ სწორედ ევროპულ კანონმდებლობას ეყრდნობა ეს კანონი, ყოველ შემთხვევაში. პრევენცია, ძალადობის პრევენცია, დაცვის კანონი. რატომ ქალები უფრო მეტად ეს შეკითხვა და რატომ უფრო? იმიტომ რომ ისინი არიან უფრო მეტად ნება მიბოძეთ ეგო რომ ვერ ჩავერთო ამ პოლემიკაში, იმიტომ რომ ვერ გავხსნები იურისტის ჩარჩოებს, ვერ გავხსნები, იმიტომ რომ მაგრამ აი შეგამათება რა მინდოდა? მომზადებელი შეიძლება ვიყო. შეგამათება რაზე მინდოდა? აი როცა ვსაუბრობთ ფსიქოლოგიურ ძალადობას, გასაგებია რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მამაკაც თავის ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ეს არ არის 100%-დან 100%, მაგრამ ნუ აი ესე დეფაულტ მოცემულობა კაცს აქვს უფრო მეტი ფიზიკური ძალა, მეტი ევოლუციამ ასე განსაზღვრა, რომ ჩვენ გვიწევდა დღეში სირბილი ქალებს უწევდა სახში ყოფნა. ამიტომ ჩვენ უფრო მეტი ფიზიკური ძალა გვაქვს. ჩვენ მამაკაცებს მეტი მოგეთხოვება ქართული მენტალიტეტიდან, ჩვენი ტრადიციული მენტალიტეტიდან, რა ვიცი, ვაშკაცური ამბებიდან, რავი, ყველა კონტექსტიდან გამომდინარე, არა მარტო ამ კანონის დანაწესებიდან გამომდინარე, მამაკაცს ძალიან ბევრი მოეთხოვება და მით უმეტეს ის, რომ ქალის მიმართ როგორც სატაყვანებელი არსება, რა ვიცი, დედა საქართველოს, დედა ქალაქი, დედა, აქედან გამომდინარე მაინც რომ ჩვენ მეტი მოგვეთხოვება რომ ვიყოთ ეს თავისთავად ხარია კანონმა რომც არ დაგვიწეროს ჩვენი მართლა ეს კულტურული კოდიც ამას კარნახობს ალბათ ჩვენ და მე სულ ამაზე მქონდა ხოლმე პრობლემა, როდესაც აი ამ ჩემი აზრით ზღვარ გადასულად ტენიდნენ ამ ქალთაუფლებები, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც მაგალითად ჩაატარა პირველი არჩევნები მთელ ევროპის კონტინენტზე, სადაც ქალებს ჰქონდათ არა მარტო პასიური, აქტიური, არამედ პასიური საარჩევნო უფლება და არჩეულები იყვნენ 1919 წელს მოხდა ეს. მთელი ევროპის კონტინენტზე პირველად ქალს მიეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება და იგივე უფლებები მაგალითად დღეს ცივილიზებულ სამყაროში რო ცხოვრობენ, მიიღეს 50-იან, 60-იან, 80-იან წლებში ქალებმა საერთოდ არჩევნებში მონაწილეობის ხმის მიცემის უფლება და ჩვენთან ამ დროს კიდევ ერთხელ 100 წლის წინ იყვნენ ქალი დეპუტატები, არჩეული ჰქონდა და მოკლედ ჩვენ ამ ხრით ცოტა სხვა კულტურა კი გვაქვს, მაგრამ ნუ ეს კანონმდებლობა საჭირო ერთი. ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მინდა. საქართველოს უმრავლესო პარლამენტი არის საქართველოს მოქალაქეთა
უმრავლესობის ხმა, ხო სწორია? და რახან საქართველოს უმრავლესობამ ჩათვალა, პარლამენტის სახით, რა თქმა უნდა, რომ ეს კანონი მიღებულ ყოფილიყო, ესე იგი საქართველოსში მაცხოვრებელი ადამიანების უმრავლესობის გამოსახილის სამწუხაროდ ეგრე არ მუშაობს ჩვენთან დემოკრატია. მე როგორც იურისტი, მხოლოდ კანონი ნამდვილად არც მეტი არც ნაკლები, არავითარი პოლიტიკური განცხადებები ჩემი მხრიდან. ისეთი რაღაცები წერია კანონში, ეგ რო ჩაითვალა. მე კანონს ხედავ როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ხმას. ეს კანონი მიღებული არის, ესე იგი საქართველოს მოქალაქეება თავისი ტრადიციების და თავისი ყველა შინაგანი კულტურის თუ რა ვიცი ყველა პოზიტიური მოვლენებიდან გამომდინარე, მისი პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩაითვალა რომ ეს კანონი უნდა მიღებულიყო და მუშაოს. განვიხილოთ კანონის ჩარჩოში, განვიხილოთ ექსპერტ. განვიხილოთ კანონის ჩარჩოში, აი, ფსიქოლოგიურ ძალადობას, ფიზიკურზე შევთანხმდით, რომ გასაგებია, რომ კაც მეტი საშუალება აქვს, რომ ზიანი მიაყენოს ქალს, ვიდრე პირიქით და სტანდარტულად ყოველთვის არა, მაგრამ სტანდარტულად ასე არის ხოლმე, მაგრამ აი, ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაში მე მგონი პირიქით არის. ფსიქოლოგიური ძალადობის განმახორციელებელი შესაძლებელია იყოს ქალბატონის მამაკაცის მიმართ. ბევრად ეფექტურად, თან ვიდრე სამწუხარო შემთხვევაში. ამ დროს არ მუშაობს კანონი ასე ეფექტურად. ეს არის ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის მინდა გკითხოთ რასთან წარმოების შეწყვეტის წესებიც რო ახსნათ ფინალისკენას გავდივართ და განვიხილეთ როგორ დაუშვათ რა შემთხვევაში იწყება წარმოება რა ეტაპებს გადის შემდეგ ჯერ ადმინისტრაციული აქტი შემდეგ შეიძლება სისხლის სამართლის აქტი გახდეს და შემდეგ და შემდეგ მაგრამ ვინ შეიძლება მიმართოს ეს თქვით რომ არ არის აუცილებელი რომ მსხვერპლი იყოს მეზობელსაც შეუძლია დარეკოს მაგრამ როგორ ხდება და თუ ხდება შემდეგ საქმის წარმოების შეწყვეტა ხშირია ხოლმე შემთხვევა როდესაც შეიძლება აღელვებულ ნიადაგზე მეუღლემ დარეკა პატრულში გამოიძახა პატრული მოვიდა და ჩატარდა რაღაცა მოქმედებები ადმინისტრაციული მოქმედებები მაგრამ აი გავიდა შემდეგ ერთი დღე, ორი დღე გადავიდა ეს ემოციური ფონი და ამ ქალბატონმაც მიიჩნია, რომ ნუ პრინციპში აი აღარ არსებობს ამისი საჭიროება, რომ მისი ქმრის მიმართ არსებობდეს ეს ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც შეიძლება შემდეგ სისხლის სამართლის წარმოებაში გადავიდეს. ასეთ შემთხვევაში მსხვერპლის მიერ მიმართვა, რომ აღარ მაქვს პრეტენზია ამ ადამიანთან, თუ არის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. მასეთი წარმოების შეწყვეტის საფუძვლებს მე ვერ ვიხსენებ, არ მგონია ამ კანონის მიხედვით თუ კი შემაკავებელი ორდერი გამოიცა, პირდაპირი ჩანაწერი ამ კანონში ვერ ვიხსენებ, თუმცა ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში არის ზოგადი დანაწესი არის ხო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში ცვლილებების ან დამატებების შეტანის თაობაზე ცალკე აქტის გამოცემის დანაწესი არსებობს. ეხა სიმართლე გითხრათ ვერ ვიხსენებ, ანუ მე ვფიქრობ რომ შემაკავებელი ორდერი თუ გამოიცა და ის კანონიერ ძალაში შევიდა, შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული ვალდებულებები აუცილებლად უნდა შესრულდეს და მივიდეს ბოლომდე. ანუ ერთი თვის ვადაში შესაძლებელი აუცილებელია რომ შესრულდეს შემაკავებელი სამართლის წარმოების შემთხვევაში როგორ ხდება? მსხვერპლის მიმართვას რომ მე აღარ მაქვს ამ ადამიანთან პრეტენზია, გამომაქვს საჩივარი თუ წყდება საქმე. არა, ეს სისხლის სამართლის შემთხვევაში ზუსტადაც დადგენილია რომ კერძო საჯარო და საჯარო ტიპის დანაშაულის ცნებები აღარ გვაქვს, მოქმედი სისხლის სამართლის მიუხედავად იმისა რომ სისხლის სპეციალისტი არ გახლავართ, მაგრამ მოდი ეს განვმარტოთ რას ნიშნავს ეს კერძო საჯარო და საჯარო დანაშაული. კერძო ნიშნავს ესე იგი სისხლის სამართლის ბოლომდე მიყვანა დამოკიდებული არის პირის განცხადებაზე, ანუ განცხადებით მიმართავდნენ კერძო ტიპის დანაშაული შადენის დროს, ანუ უშუალოდ ორ პირს ეხება, ან კონკრეტულ სუბიექტებს ეხება დანაშაული შადენა მაგალითად, ხო? და თუ კი მიმართე კერძო ტიპის დანაშაული ნაკლებად მძიმე სუბუქ დანაშაულზე თუ მიმართავდა პირი საგამოძიებო ორგანოს და დაიწყებოდა გამოძიება და მე გამოძიების მიმდინარეობისას სუბიექტი მიმართავდა რომ აღარ ვედავები, რა შემიძლია რომ უკან გავითხოვო ჩემი განცხადება საჩივარი, მაშინ საგამოძიებო ორგანო აპრიორში შეწყვეტა საქმის წარმოებას, იმიტომ რომ მორიგდნენ, ან არ გადაწყვიტა რა, განცხადებელმა ისევ გადაწყვიტა, რომ გაიტანა თავისი განცხადება უკან. კერძო საჯაროს დროს უკვე შეფასებაზე გამოძიების ორგანოებზე იქნებოდა შეფასება, რომ ეს ჩაითვლებოდა თუ არა კერძო ტიპის დანაშაულად, ან საჯარო ტიპის დანაშაულად. მის დისკრეციაზე იყო და თუ ჩათვლიდა კერძო არ და დაუბრუნებდა განცხადებას, ანუ შეწყვეტა საქმის წარმოებას, თუ ჩათვლიდა რომ საჯარო ტიპის დანაშაული იყო ჩადენილი მიიყვანდა გამოძიებას ბოლომდე და საჯარო ტიპის დანაშაულის დროს აპრიორი უნდა გამოძიება უნდა მისულიყო ბოლომდე, მაგრამ ეს ინსტიტუცია ჩვენ აღარ გვაქვს უკვე დიდი ხანია ახალი საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, თუ გაიხსნა ფორმა 1, ანუ წინასწარი გამოძიების დაწყების დოკუმენტი, ანუ დაიწყო წინასწარი გამოძიება უნდა დაადგინოს და მიიყვანოს ბოლომდე, ანუ გამოკვეთოს დანაშაული, ან დაადგინოს რომ არ დანაშაულის ნიშნები
არ ქონდა ადგილი და ანუ ამ შეწყვიტოს შემთხვევაში შემდეგ უკვე მსხვერპლის პოზიციას რო აღარ ვედავები, აღარ მაქვს პრეტენზია მოგვარდეთ უკვე არანაირი თუ დადასტურდა დანაშაული, ანუ პირმა პირს მიაყენა ისეთი დაზიანება, რომ უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია, მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ მე უკან გავითხოვ ჩემს განცხადებას, პირის მიმართ წარდგენილ ბრალს უკან ვერ წაიღებს საგამოძიებო პროკურატურა. სასამართლოში ეს ბრალი დადასტურდება, შეერაცხება მას ბრალი შეერაცხება და მიუჟიან და აგებს პასუხს კი ბატონო. მიუხედავად ჩვენმა ცოლმა იაროს მერე დაჯერზე. ეს განცხადება, დამატებითი განცხადება, რომ ეს შეიძლება განაჩენის გამოტანის დროს ერთ-ერთ შემასუბუქებელ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს ალბათ ეს სისხლის სპეციალისტები ამას უკეთესად განმარტავენ, მაგრამ ის რომ სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს ეს გამორიცხულია რა. და ბოლოს დადასტურდა რომ დანაშაული რაც მქონდა მონიშნული და რაზეც ასევე ალბათ ყველაზე ნაკლებად არის ამ როდესაც ოჯახურ დანაშაულებზე ვსაუბრობთ გამახვილებული ყურადღება ეს არის პროვოცირება. ხშირი არის შემთხვევა, როდესაც პირი არ არის არც მოძალადე, ხშირია თუ არა, ეს სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც პირი არ არის მოძალადე, თავისი ბუნებით, ძალიან მშვიდი ადამიანია ან საშუალო სტატისტიკური ადამიანი, კანონმორჩილი ადამიანია, მაგრამ ხშირად ხდება პროვოცირება ამ ადამიანის. აი, ამ შემთხვევაში როგორ იცავს კანონი, რომ მაგალითად ცოლს, რომელსაც შეიძლება ან ყოფილ მეუღლეს, რომელსაც შეიძლება არ აქვს კეთილსინდისიერი ინტერესი აქვს, იგივე გონების მიმართ ინტერესი. ანუ უბრალოდ აი, რა ხშირია, იჭვიანი ქალია, გაღიზიანებულია, უნდა რომ გაამწაროს თავისი ყოფილი ქმარი პირობითად და ახდენს პროვოცირებას დანაშაულს. ანუ ის ადამიანი კი არ ძალადობს მასზე. ახდენს ისეთი ტიპის პროვოცირებას, რასაც გარანტირებულად იცის, რომ მისგან მოყვება რეაქცია, შემდეგ ამ რეაქციას აფიქსირებს ან ტელეფონით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით, მიაქვს სასამართლოში და მიაქვს საგამოძიებო უწყებაში და ამის საფუძველზე კაცს იჭერენ. მე რა მინდა გკითხოთ? დანაშაულის პროვოცირება, ეს ხო ისეთივე ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსით არის ისეთივე დანაშაული, როგორც ნებისმიერი სხვა. თუ გვაქვს პრაქტიკა, რომ ამის გამო ვინმე იყოს დაჯერებული. აი, ნახეთ, როგორც კიდე ერთხელ ვამბობ, სისხლის სამართლის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ აქ ორად იყოფა საკითხი. ერთი, რომ დანაშაულის პროვოცირება თუ ხდება, ის ცალკე შეფასების კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ თუ ამ პროვოცირების საფუძველზე მე ქმედებები განვახორციელე, თუ იგნორირება გავაკეთე და არ მომიმოქმედებია არც ფსიქოლოგიურად მიძალადეა და ფიზიკურადაც არ მიძალადე, მაშინ ესე იგი პროვოცირებას არ მოხდარა და გაივლის ეს ამბავი ჩვეულებრივად, მაგრამ თუ პროვოცირება მოახდინეს ჩემს მიმართ და მე ამაზე განვახორციელე, ჩემი ძალადობრივი მოქმედებები განვახორციელე, ფსიქოლოგიური ფიზიკური ძალადობა განვახორციელე, ეს არ გამორიცხავს ჩემ პასუხისგებლობას არ გამორიცხავს. ის რომელმაც ჩემი ძალადობის მაპროვოცირებელი ქმედებები ჩაიდინა, ასე ვთქვათ, ეს შეფასებითი კატეგორია და ამაზე დაიჯება თუ რამეა? ნუ დაიჯება არ ვიცი ეხლა ნამდვილად, იმიტომ რომ არ ვიცი, სისხლის სპეციალისტი არ ვარ, კიდე ერთხელ ვამბობ და მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ტიპის პასუხისგებლობა აუცილებლად დადგება, არ ვიცი ეს როგორი ფორმით, სისხლის ფორმით თუ სხვა ფორმით, მაგრამ ის რომ მე ამის საფუძველზე ბჭყალებში საფუძველზე განვახორციელე რაღაც ქმედება, რომელმაც ზიანი მიაყენა ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზიანი მიაყენა პირს, ეს აუცილებლად დავიჯები. არა, ეს გასაგებია, პროვოცირებული დანაშაულის შემთხვევაშიც რო დავიჯები. რო ეხლა კი შეიძლება მე არ ვარ მოძალადე, გამიკეთეს პროვოცირება და ამის საფუძველზე მე არ მოძალადე, ასე არ განიხილება. თქვენ მე ვარ მოძალადე ასეთ შემთხვევაში, თუნდაც პროვოცირებული იყოს დანაშაული, მაგრამ ნუ აი პრაქტიკა რო არ არსებობს იმისი და თქვენ თქვით რომ ვერ მეტყვით და იმიტომ რომ არ ხართ ამ საკითხის სპეციალისტი, მაგრამ ნუ მე სისხლის სამართლის სპეციალისტებთან თქვენი ჩემზე მეტი შეხება დარწმუნებული ვარ გექნებათ გავლილი ხა იმის გამო რომ ყოფილი ცოლი ვინმეს დაესაჯა რომ ამ პროვოცირება გაუკეთა ქმარს, ყოფილ ქმარს მე არ გამიგია ასე. ნამდვილად გეტყვით, თუმცა ზუსტად ვიცი რომ ამის საფუძველზე თუ კი ძალადობა ამის საფუძველზე გახორციელდა პასუხისგებლობის გამომრიცხავი გარემოება. არა, ქმარი არ გათავისუფლდება, მაგრამ მე იმის თქმა მინდა რომ პრეცედენტი ამისი რომ იყოს ცოლი, აი პროვოკატორი ცოლი შეიკავებდა, ეხლა მე ბოდიში მინდა მოვუხადო, რა თქმა უნდა, მაყურებელს ამ ტერმინოლოგიისთვის. უბრალოდ აი პროვოცირება დანაშაულის ეს არის სამართლებრივი ტერმინია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს დანაშაული არ არის. დანაშაული კიდე ერთხელ ვამბობ, ეს არის ადმინისტრაციული კანონმდებლობით დარეგულირებული საკითხები, ხომ? ანუ ჩვენ დანაშაულს არ ვეხებით, ეხლა ეს ოჯახში ძალადობის საკითხები შემაკავებელი და დამცავი ეს არის ადმინისტრაციული საკითხი განიხილავს და თუ კი პროვოცირება ვინმე გააკეთა
კიდე აი ჩემი ღრმაწმენი და როგორც იურისტი გიდასტურებთ იმას, რომ ეს არ გამორიცხავს შემაკავებელი ორდერის გამოუცემლობის საფუძვლად ან დამცავი ორდერზე გადაწყვეტილების მიღებაზე უარისხმის საფუძვლად ვერ ჩაიწერა. უბრალოდ მე აი თვითონ კანონმდებლებთან ალბათ რა ვიცი რეკომენდაცია შეთავაზება რაც მექნებოდა რომ აი ეს არაკეთილსინდისიერად გამოყენების კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენციისთვის ალბათ ეს იქნებოდა საუკეთესო თუ შეიქმნებოდა პრეცედენტები რომ აი პროვოცირების გამოც ვიღაცა აგებდა პასუხს. ეს გასაგებია რომ ქმარს ამ შემთხვევაში რომელიც მოძალადე გახდა ამ პროვოცირების გამო პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს, მაგრამ მომავალში სხვას მაინც აღარ ექნება мотивация რომ ეცოდინება რომ მე თუ პროვოცირება გავაკეთე, კი იმასაც კი დაჟიან, მაგრამ მეც დავიჯები მე ამის გამო. ანუ კანონმა მაქსიმალურად უნდა შეეცადოს რომ ხრივაც უნდა მიაქციოს ნეგატიური მოვლენები, ანუ უკუჩვენებები ამ კანონის რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს. ეს არის. დიდი მადლობა თემურ, ძალიან საინტერესო ეთერი იყო. შეეთყო მათ შორის ჩვენი მაყურებლის აქტიურობასაც, როგორც კომენტარებში, ისე ინტერაქტივში და დიდ მადლობას გადაგიხდით ამისთვის. გვირდებით რომ მომავალ პარასკევს კიდე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი სამართლებრივი თემით დაგიბრუნდებით და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა რომ იურისტთან მიმოიხილოთ მათ შორის თქვენი პირადი პრობლემა შეიძლება რაც გქონდეთ და რაზეც სამწუხაროდ ძვირადღირებული სერვისი არის დღეს უკვე აი იურიდიული კონსულტაციის მიღება. ჩვენი სტუდია ამის საშუალებას ყოველ კვირა მისცემს მაყურებელს. დიდი მადლობა თემურ დაგემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებას. ადვოკატი თემურ მამასახლისი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ საუბრობდით ოჯახური ძალადობის კანონმდებლობაზე, როგორია კანონმდებლობა ამ მხრივ და როგორია პრაქტიკა. იმედი მაქვს ღირებული რჩევები მიიღეთ. დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ და მომავალ შეხვედრამდე.